იოსებ ბროდსკის დახასიათება საბჭოთა კომპეტენტური ორგანოების დოსიეში. მუქთამჭამელი ტუნიადეცი, რომელიც თავს პოეტს უწოდებს. ლიტერატურის მახლობელი წურბელა, ებრაელი, სამშობლოს მოღალატე, გამოუსწორებელი პარაზიტი. როდესაც იგი სირცხვილით გააძევეს საბჭოთა კავშირიდან, მან საჩუქრად მიიღო ჯინსები. თვით ნაბოკოვისგან, კანდიდების მანით შეპყრობილი დისიდენტი, პოეზიის ბუღალტერი, შექმნა ბანალური ლექსები. ნიუ-იორკში გახსნა 3 კიტნო, რუსული სამოვარი და იწინასწარმეტყველა საბჭოეთის კრახი ავღანეთში. და საერთოდ ბროდსკის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება იყო დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. Я входил вместо дикого зверя в клетку, выжигал свой срок и кликуху гвоздем в бараке, жил у моря, играл в рулетку, обедал черт знает с кем во фраке. Велур мхецис цил, галияши шевсул варметвит, баракში ლურსმით, ჩემ შანთავდი სროქსა და კლიჩკას. ხან ვთამაშობდი რულეტს, ხან ზღვის ვცხოვრობდი გვერდით, ხანაც ვუყობდი სადილს ვიღაც ფრაკიან ჭინკას. ჭრედდი ნახევარ დედა მიწას მყინვარის თხემით, ორჯერ გამფატრეს. იხჩობოდი წყალს ვირჩი სამგა. მერე დავტოვე ის ქვეყანა, გამსრდელი ჩემი, ვინც დამივიწყე, მთელ ერთ ქალაქს შევარდე მათგან. უნდა ყივილი ახსოვს ტრამალებს, ჩემს სახიალოს, ვიცვამდი, რაზეც დღეს კვლავ თვალი უჭრავს მოდას. ჭვალსაც ესავდი, შავი ტოლით ვიწავდი კალოს და მხოლოდ მშრალ წყალს არ ვსვამდი მე არასოდროს. ბადრაგის გუგამ მე სიმზმრებიც მომისევა და ვლოღნე დევნილის პურიცა და ქერკებიც ხმელი. ხმის სიმებს ყოვლის ნება დავრთე ყმუილის გარდა. ახლა ჩურჩულებ შემისრულდა 40 წელი. გრძელი აღმოჩნდა სხვა რამე თქმის ამ ცხოვრებაზე. სოლიდარობას მე ვუცხადებ მარტოდენ ვარამს. თუმცა პირი ვიდრე თიხით არ მაქვს სავსე. მადლობის გარდა არ წასწნება ამბაგეს სხვა რამ. როდესაც ბროდსკი მოსკოვში ემალებოდა მილიციას, რომელიც აპირებდა მის დაჭერას მუქთამჭამელობის გამო, მან დაურეკა თავის მეგობარს, პოეტ დიმიტრი ბობიშევს, რომელიც ანა ახმატოვას წრეს ეკუთვნოდა. გამარჯობა, ჩემო დიმიტრი, ჩემო ბობიშევო, როგორ ახარ? მე მოსკოვში მილიციას ვემალები. ხომ იცით ჩემი მდგომარეობა. ამიტომ ძალიან გთხოვ, ჩემს მარინას მფარველობა და ზრუნვა გაუწია. წინასწარ ძმურ მადლობას გიხდი. რამდენიმე დღის შემდეგ ბობიშევმა მარინა გასართობად წაიყვანა მეგობრების აგარაკზე ზელენოგორსკში, ლენინგრადის ოლქში. იქ წარადგინა მარინა, როგორც ბროდსკის ვარიში. მარინა ჩუმად იჯდა მაგიდასთან, ხმაც არ ამოუღია, შეუმჩნეველი იყო. მთელი ღამე ინტიმურ გარემოში გაატარა ბობიშევის ოთახში.
ამის შედეგად მეგობრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბობიშევს. ეს ამბავი ბროდსკის ყურამდეც მივიდა. იგი მაშინვე ყოველგვარ სიფხიზლეზე ხელახებით დაბრუნდა ლენინგრადში და ბობიშევს სასტიკი გარჩევა მოუწყო. მოღალატე, ნაძირალა, შენ ჩემი მეგობრობის ღირსი არ ხარ. შენ ნახვა აღარ მინდა. ბობიშევმა უპასუხა. ყველაფერი ხდება. რა სიზა? არ ვაპირებ თავის მართლებას. არაფერი არ მითხრა. უბრალოდ დაივიწყე ჩემი სახელი და ის რომ ჩემი მეგობარი გეთქვა. იმ დღიდან ისინი სამუდამოდ მტრებად იქცნენ. იმავე დღეს ბროდსკი მივიდა მარინას სახლში, მაგრამ მან კარი არ გაუღო. რამდენიმე დღეში ბროდსკი ქუჩაში დააკავეს. მარინას კი იმასთან ამანათები პერეტაჩები მიქონდა. ქალაქ ლენინგრადის ძერჟინსკის რაიონის ამბოხების ქუჩა 36. მოსამართლე საველიევა 1964 წლის 18 თებერვალი. სასამართლო იოსებ ბროდსკის წინააღმდეგ. მას ეფარდება მუხლი მუხთან ჩამოუვლის. დარბაზში ხალხი დიდი რაოდენობით არის. განსაკუთრებით ახალგაზრდები. მიმდინარეობს სასამართლო. რა საქმიანობთ? ვდარგმი. ასე ვფიქრობ. არავით არ ვფიქრობ. წესიერად დადექით. ნუ ეხნობით კედელს. უყურეთ სასამართლოს. ახლავე შეწყვიტეთ ჩაწერა. თორემ გაგიყვანთ სასამართლოს დარბაზიდან. თქვენ გააქვთ რეალური სამსახური? მე ვფიქრობდი რომ ეს არის რეალური სამსახური. ზუსტად უპასუხეთ. მე ვწერდი ლექსებს და ვფიქრობდი რომ მათ დაბეჭდავდნენ. ასე ვფიქრობდი. ჩვენ არ გვაინტერესებს რას ფიქრობდით. თქვენ გვიპასუხეთ რატომ არ მუშაობდით? მე ვწერდი ლექსებს. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. გვიპასუხეთ რომელ დაწესებულებასთან თანამშრომლობდით. მე მქონდა მოლაპარაკება გამომცემლობასთან. ეს საკმარისია თავის არჩენად. ჩამოთვალეთ რამდენ შეადგენდა თქვენი ხელფასები. მე ზუსტად არ მახსოვს. ჩემს ადვოკატს დაიკითხეთ. მე გეკითხებით. მოსკოვში გამოვიდა ჩემი 2 წიგნი თარგმანებით. თქვენი სამუშაო სტაჟი. მიახლოებით ჩვენ არ გვაინტერესებს მიახლოებით. 5 წელი ქარხანაში, გეოლოგიურ პარტიებში. რამდენი ხანი მუშაობდით ქარხანაში? 1 წელი. რად? ხარად. და საერთოდ რა არის თქვენი სპეციალობა? პოეტი, მთარგმნელი. თავი ნაღიარა რომ თქვენ პოეტი ხართ? ვინ მიგაკუთვნათ პოეტებს? არავინ. და ვინ მიმაკუთვნა მე ადამიანთა მოდგმას? და თქვენ ისწავლეთ ეს საქმე? რა საქმე? რომ გამხდარიყავით პოეტი. არ გიცდიათ დაგემთავრებინათ უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ასწავლიან ამას. მე არ მეგონა რომ ამას ასწავლიდნენ უმაღლესში. აბა სად ასწავლიან? ვფიქრობ ეს ის წყალობა. თქვენ გააქვთ შუამდგომლობა სასამართლოსთან. მე მინდა ვიცოდე რატომ მაპატიმრებენ. ეს კითხვაა და არა შუამდგომლობა. მაშინ მე არ მაქვს შუამდგომლობა. დაცვას აქვს კითხვა? დიახ, აქვს. მოქალაქე ბროდსკი, თქვენი ხელფასი შეგქონდათ ოჯახში? დიახ. თქვენი მშობლები ცდილობენ ხელფასს?
ისინი პენსიონერები არიან. ერთ ოჯახად ცხოვრობთ. დიახ, მას შესაძლოა თქვენი ხელფასით შეჰქონდათ ოჯახის ბიუჯეტში. თქვენ კი არ სვამთ კითხვებს, არამედ ანზოგადებთ, კითხვა დასვით. თქვენ ხართ აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ დისპანსერში დიახ. და გადიოდით მკურნალობას ფსიქიატრიულ სტაციონარში. დიახ. 63 წლის დეკემბრიდან ამა წლის 5 იანვრამდე კაშჩენკოს სახელობის საავადმყოფოში, მოსკოვში. და არ ფიქრობთ, რომ თქვენი ავადმყოფობა გიშლიდათ ხელს ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს მუშაობაში? შეიძლება, ალბათ. ალბათ, თუმცა თქვენ თარგმნეთ კუბელი პოეტების ლექსები. დიახ. თქვენ თარგმნეთ ესპანური რომანსეროც. დიახ. და თქვენი ყავით დაკავშირებული მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას. დიახ. და სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად. განსასჯელი ბროდსკი მიევლინოს სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, სადაც აღიძვრება კითხვა, აქვს თუ არა ბროდსკის ფსიქიური დაავადება და უშლის თუ არა ის ხელს ბროდსკის გაგზავნას იძულებით სამუშაოებზე ამა თუ იმ ადგილას. იმის გათვალისწინებით, რომ ბროდსკი თავს არიდებს ჰოსპიტალიზაციას, მილიციის მე-18 განყოფილებას დაევალოს მისი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გააქვთ კითხვები? მე მაქვს თხოვნა. საკანში მომცენ ქაღალდი და კალამი. ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ეს თხოვეთ იზოლატორის უფროსებს, სადაც დაკავებული ხართ. მე ვთხოვე და უარი მითხრა. მე ვთხოვთ ქაღალდსა და კალამს მხოლოდ და მხოლოდ. კარგი, გადავცემ. მადლობა. როდესაც მოსამართლე გამოდიოდა სასამართლოს დარბაზიდან, უთხრა მდივანს. რამდენი ხალხია? ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი ხალხი შეგროვდებოდა. მეც გამიყვირდა. ყოველ დღე არ ასამართლებენ პოეტებს. ჩვენთვის სულ ერთია. პოეტია ის თუ არა. ადვოკატ ტოპოროვას აზრით, მოსამართლე საველიებას უნდა გაენთავისუფლებინა ბროდსკი, რათა იგი მეორე დღეს წასულიყო ზემო აღნიშნულ ექსპერტიზაზე საავადმყოფოში, მაგრამ საველიევამ იგი არ გაანთავისუფლა და ბროდსკი საავადმყოფოში ზედამხედველთა თანხლებით წაიყვანეს. ბროდსკი გადაასახლეს არხანგელსკის ოლქში, სოფელ ნორენსკაიაში, სადაც იგი ცხოვრობდა წელიწად ნახევარი, 1962 წლის მარტიდან 65 წლის სექტემბრამდე, 5 წლის განაჩენის მაგივრად. აქ მან დაწერა ბევრი თავისი საუკეთესო ლექსი. მარინა ბასმანოვა და ჩავიდა მასთან. ბობიშევი მიხვდა თუ სად გაქრა ის და სწრაფად უკან დაედევნა. იმ სოფლამდე ავტობუსის რეისი ამ დღეს უკვე აღარ იყო და გადაწყვიტა 30 კილომეტრი ფეხით გაევლო. საბედნიეროდ გზაში მას სამხარეო მანქანა წამოეწია და იმ ადგილამდე მიიყვანა. ძალიან მალე უკან დაბრუნდა მარინასთან ერთად. ლონდონის ბარი. ლონდონის ბარში ბროდსკი საუზმობს, სვამს ვისკის. შემოდის მისი მეგობარი ქალი რამდენიმე ნაცნობთან ერთად და ეუბნება. ჯოზეფ, როგორ ხარ? გავიგე ნობელის პრემია მოგანიჭეს და შიბრუნდებაო. ბროდსკიმ დაუძახა ოფიციანს. Excuse me, please. Please bring for გთხოვთ ძალიან მოიტანეთ დასალევი ამ lady gentlemen-ს. ერთი ვისკი
და სოდით, დავდით. ამინდის გარდა ყველაფრისათვის თვლიდნენ ბრალეულს. ხშირად ჩემ თავსაც დავემუქრე მკაცრს ვევინებით, თუმცა სულ მალე ჩამოვისხნი ორ თავს სამხეულს და შევიცვლები მე უბრალოდ ერთი მთიებით. მავთულებს შორის ცის ვიბჟუტებ ლეიტენანტად, მოვეფარები ღრუბელს, როცა დასჭეკავს მეხი. ვერ დავინახავ ვით მიარბენს ჯარს, არც თუ ზანტად, იქ ქვემოთ ფართო მომხმარების კალამი წნეხი. როცა გარშემო ვეღარ ხედავ ყოფილის ნასახს, წრეში გიყვანენ თუ ბლიცია, ნუ ღარ განახელებს. სკოლის მოწაფეც ერთხელ სიზმრად მელანს თუ ნახავს, რიცხვებს ზოგიერთ ტაბულაზე უკეთ ამრავლებს. და თუ სინათლის სისწრაფისთვის ქებასარელი, მაშინ საერთო არ ყოფნისა ჯავშანი, ვინ თქვას ეგებ აფასებს ცდებს, დაცხრილონ როგორც საწერი და ღიობისთვის მადლობა მითხრას. როცა ბროდსკი წაუკითხა თავისი ლექსები თვით ანა ახმატოვას, დაიმსახურა მისგან ება დიდება. ბროდსკიმ კი ანა ახმატოვას 100 წლის თავზე ლექსი მიუძღვნა. ბროდსკი და ანა ახმატოვა მეგობრობდნენ და ძალიან ბევრი თავისი ლექსი ბროდსკი წაუკითხა ანა ახმატოვას და იქვე მიიღო რაღაც რეკომენდაციები ყველაფერი და როცა უკვე ბროდსკი საზღვარგარეთ წავიდა, ანა ახმატოვას ეკუთვნის აი ასეთი გამოთქმა: этому рыжему повезло. და ახლა ნება მიბოძეთ, აი ამ ანა ახმატოვას მიძღვნილ ლექსს წაგიკითხავთ ჯერ ორიგინალის ენაზე და მერე თარგმანს. На столетие Анны Ахматовой. Страницу и огонь, зерно и жернова, секиры, острие и усеченный волос. Бог сохраняет все, особенно слова прощения и любви, как собственный свой голос. В них бьется ровный пульс, в них слышен костный хруст, и заступ в них стучит, равны и глуховаты за тем, что жизнь одна. Они из смертных уст звучат отчетливее, чем из надмирной ваты. Великая душа, поклон через моря за то, что их нашла. Тебе и части тленной, что спит в родной земле. Тебе благодаря, обретший речи дар в глухонемой вселенной. Pucelsa da cechlsac, marcvalsa da dolaps, phapirs čuglugisas da gadačril tmas, sul inachavs ღმერთი, უფრო სიტყვებს მრთოლავს, შენდობის და ტრფობის, ვით საკუთარ ხმას. ფეთკენ წყვეტილ პულსით, ზდით ჭრიალი ძოლების, ბარის დარტყმაც ისმის, თუნც ნაკლონი ყურით, სიცოცხლე ხომ ერთია, მოკვდავ ბაგეებით,
უკეთ ჟღერენ ვიდრე ბამბით ზეციურით დიდო სულო ვიდრე კეთს მან ზღვების მიღდ გაღმა შენ სიტყვები პოვე შენ და ნაშტა შენთა რომ ჩაიკრა გულში მშობელ მიწაბაღმა არომუნჩ სამყაროში შენი თვე რომ ჟღერდა ბროდსკის დაუწერელი წერილები თავის შვილებს გარდაცვალების წინ ანდრეი ბასმანოვს. ჩემო ანდრეი მადლობა რომ 22 წლის ასაკში მიიღე ჩემი მოპატიჟება სტუმრად ამერიკაში ჩამოსასვლელად. ამის წინ შენ 5 წლის იყავი, როდესაც ვნახე. ამდენი ხნის განმავლობაში შენ გაგიჩნდა საკუთარი აზროვნება, სრულად განსხვავებული ჩემისაგან, მაგრამ თავარი რაც მახარებს ისაა, რომ შენ ხარ შვილო ჩემო პიროვნება და მტკიცედ გახარ საკუთარ პოზიციაზე. თუნდაც ჩემეულისგან განსხვავებულზე. მე მსურდა რომ დედა შენთან გამეფორმებინა ჩვენი ქორწინება, მაგრამ მან არ მოინდომა. ალბათ წინააღმდეგ შემთხვევაში მე და შენ ახლობლები გავხდებოდით. გაიხარე შვილო, როგორც შენ გაგიხარდებოდა. ანასტასია კუზნეცოვას, რომელიც გაუჩნდა ქორწინების გარეშე ბალერინა მარიანა კუზნეცოვასთან. ჩემო ანასტასია, ძალიან გული მწყდება რომ არასდროს არ მინახი ხარ. შენ დაიბადე 2 თვის მერე, როდესაც მე უკვე ამერიკაში ვიყავი. ამბობენ ძალიან მგავხარ. გაიხარე და ჩემზე ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა. ანა ალექსანდრა მარია ბროდსკაია სოციანი დაიბადა 9 ივნის მარია სოციანისთან. მის სტუდენტთან ოფიციალურ ქორწინებაში. ბავშვი იყო 3 წლის, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. ჩემო ალექსანდრა მარია, მადლობა ღმერთს, რომ დედა შენისგან ვიგრძენი ჭეშმარიტი ოჯახური ბედნიერება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე 30 წლის უმცროსი იყო. საუკუნე მალე მილევა, მაგრამ უფრო ადრე წავალ მე. მე არ მჭირდება პარტიულ სახედართა აღიარება. მე მყავს 50-60 მეგობარი, რომლებსაც სჭირდებათ ჩემი პოეზია. სამყარო კარგახანია არ მაკვირვებს. მე ვფიქრობ, რომ მაშინ მოქმედებს ერთადერთი კანონი ბოროტების გამრავლების. ცხოვრებაში 2-3ჯერ გადავყრილვარ იმაზე უფრო დახვეწილი სულის ადამიანს, ვიდრე იყო ანა ახმატოვა. და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემში პატიების უნარის არსებობა. ფილოსოფიის შესწავლა უპრიანია საუკეთესო შემთხვევაში 50 წლის შემდეგ. საზოგადოების მოდელზე დაფიქრება კი მით უფრო. ჯერ საჭიროა სუპის მომზადება ვისწავლოთ. შემდეგ თევზის შეწვა, თუნც მისი დაჭერა არ ვიცოდეთ. მოხარშოთ კარგი ყავა. მე არ მგონია რომ არსებობს იდეალური სამყარო, რომელშიც შემიძლია მოვიპოვო ნავთსაყუდელი, მით უფრო კი ჩემს ცნობიერებაში გაცილებით უკეთესი იყო რეალურ სამყაროში. მიუხედავად იმისა,
პასუხობს თუ არა იგი შენს მოთხოვნებს დარდი წარსულზე როგორც ასეთი არ გამაჩნია რავი დარდო როდესაც ეს წარსული არსად არ მიდის ის შენშია დანაკარგებად წყენებად და იარებად გულზე სადაც არ გაიხედა ყველგან ხალხია ზოგი რას ამბობს ზოგი რას მომავლის უფრო მეშინოდა ვიდრე წარსულის მაგრამ უამრავი პასუხგაუცემელი ადამიანი დამრჩებოდა და ეს ვიცოდი ყობოდან პასუხს ვერ გასცე ევი რომელიც არ იცნობს თავის ბიოგრაფიას იმსახურებს იმას რომ იყოს დაპყრობილი ადამიანი არის ჯამი არათავისი ამბიციებისა, ჰიპოთეზისა და წარმოსახვისა. იგი ჯამია თავის ქმედებების. პოეტების არ წაკითხვით და არ მოსმენით, საზოგადოება უსჯის საკუთარ თავს არტიკულაციის უმდაბლეს საფეხურს, პოლიტიკოსების, ვაჭრების, შარლატანების ენას. პოეზია არ გახლავთ გართობის ფორმა. ის ჩვენი ანთროპოლოგიური, გენეტიკური ჯაჭვია, ჩვენი ევოლუციური, ლინგვისტური გელაპტარი. ასეთი იყო, მეგობრებო, დიდი პოეტი იოსებ ბროდსკი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა სოფლიო ლიტერატურაში. როგორც მოსამართლე